გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით ხიარული ფუტკრის გვერდიდან. 7 აპრილი არის ხარება დღე, ყველას გილოცავთ ხარების დღესასწაულს. გახარებული იყავით ყველანი. გავას დაესწარით. დღევანდელ ვიდეოში გავაკეთეთ ტესტს ტროპილელაფსოზე. კიდევ თან მაქვს სიროფი. მივაწოდებთ ოჯახებს სიროფებს და უნკურნალებთ ფუტკრებს. მუროვინკას ჭიანჭველა მჟავით. აი ასეთი ბალიშებით კურნალობ მე ფუტკრებს. ეხლა რა შეეხება ტროპილელაფსოს ვებრძვი ხანგრძლივი მოქმედებიანი პრეპარატებით. მუროვინკას ბალიშები 5 დღე, 7 დღე მოქმედებს კაში, ქმნის იქ კლიმატს და ადვილად ნადგურდება ტროპილელაფსოზი. მე წინა დღეებში გავაკეთე ტესტი და არ არის ჩემთან ტროპილელაფსოზი დაფიქსირებული. ჯერჯერობით და იმედია არ დაფიქსირდება. ნახოთ, ძალიან სწრაფად ვრცელდება ეს დაავადება და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვებრძოლოთ ხანგრძლივი მოქმედი პრეპარატებით. მდგომარეობას რაც შეეხება, უკვე რამოდენიმე სკამ დაიდგა სართული ჩემს საფუტკრეში. ერთ-ერთ სკამს მე ახლა გავხსნი, დავათვალიერებ. აქტიურად არის დაწყებული ჭეოს შემოტანა. ბუნებაში არის ყვავილი, ახლა ყვავილობს წყალი, ვაშლი, რაღაც ასეთები. ხო და ველოდებით აკაციის ღარას. რაც შეიძლება მომზადებული და ძლიერად უნდა დავხვდეთ აკაციის ღარას, რომ მივიღოთ ბევრი მოსავალი. ავიწყოთ მეგობრებო მუშაობა. ეხლა მე თქვენ თვალწინ გავაკეთებ ტესტს ტროპილელაფსოზე. ამისათვის საჭიროა რომ ეს გადაბეჭდილი ბარტყი რამოდენიმე გადავხსნათ მეგობრებო და არ უნდა ამოცვიდეს იქიდან რაღაცეები რა, ტროპილელაფსოზის ტყიპა. 1-20 გადავხსნი ახლა მე თქვენ თვალწინ. ჯერჯერობით შვიდობაა. იგენაცვალე. აუ შვიდობა მაქვს რა. ასე სულ შიშით ვიმაშოვი ხოლმე, სულ რომ რაღაცა ველოდები რა. აქ ახსე არეულად გადავხსნი მეგობრებო. არაფერი მშვიდობაა, არაფერი არ მომყარა. გადასარევი ამბავია. ახლა ზემოთ გადავხსნათ. მშვიდობა. კარგი ამბავია რა, 1-20 გადავხსენი ახლა და დავანებოთ თავი. ტროპილელაფსოზი არ აყვავს მეგობრებო, ამის იმის თქმა მინდა და მშვიდობა მაქვს ოჯახებში რა, ასე რომ ვთქვათ. ხო და ასეთი მოქმედება უნდა ჩავატაროთ ყველა სკასთან. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. გადაბეჭდილ ბარში ცხოვრობს ტროპილელაფსოზი, როგორც კი გადახსნით, ძალიან მცირე ზომის მიკროტკიპა ძალიან სწრაფად ამოვარდება და დაიწყებს სირბილს. გექნებათ ინტერნეტში ეს კადრები ნანახი და ყველამ ვიცით ალბათ. მშვიდობაა რა თავარია. აი ასეთი სიროფი მაქვს გაკეთებული 1-1-ზე. შაქარი და წყალი, ხო და მივაწოდებ ასეთ გამაღიზიანებელ კვებას ფუტკრებს. ეხლა მუროვინკას ბალიშები. ძალიან გთხოვთ მეგობრებო, გაწევრიანდეთ Facebook ჯგუფში მხიარული ფუტკრის საძმო. ლინკი იქნება რა თქმა უნდა ვიდეოს აღწერაში. უკვე ვართ 1700 მეტრი.
ვისაუბროთ მეფუტკრეობაზე, გაუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება. ასევე მინდა გთხოვოთ, გაწევრიანდეთ Discord-ის სერვერზე. ძალიან კარგი Discord-ის სერვერი გვაქვს, აქტიური, იწერება შეკითხვები, ვნახულობ ყველა შეკითხვას, ჩემი ცოდნის ფარგლებში გაგცემთ პასუხებს. ლინკი, რა თქმა უნდა, იქნება ვიდეოს აღწერაში. ასე დავასრულეთ მეგობრებო მუშაობა ამ სკასთან. გადავინაცვლეთ შემდეგ ოჯახებთან. დღევანდელი ვიდეო სულ ეს იყო. ეხლა გავაგრძელებ მე მუშაობას სულას კერთან და იგივე მოქმედება ჩავატარებ, გადავხსნი, გადაბეჭდილ პარკებს და ნახავ არის თუ არა ელექტროპილელასოზი, ნუ წესით არ უნდა იყოს ის თუ არის ერთ ოჯახში, ჩათვალეთ რომ თელსაფუტკრეში არის მოდებული. ამიტომ ჯერჯერობით ჩემთან ტროპილელასოზი დაფიქსირებული არ არის. თუ დაფიქსირდება, მაგასაც აუცილებლად გადავიღებ ვიდეოს და გაჩვენებთ ყველა ვარიანტში. იმის შემდეგ რაც გავაკეთებ ტროპილელასოზის ტესტს, მივაწოდეთ ფუტკრის ოჯახებს სიროფს და მუროვინკას ბალიშს. დღევანდელი ვიდეო სულ ეს იყო. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ ვიდეოს ნახვისთვის. ყველას გისურვებთ კარგ გაზაფხულს, კარგ მოსავლიანობას. გამოიწერეთ ხიარული ფუტკარი, დალაიქეთ ეს ვიდეო. დიდი მადლობა ყველას.